მოგესალმებით ტელემაყურებელს ანუნა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გუშინდელი ეს გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, ცოტა უფრო ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ და შევხედოთ ცოტა შორიდან ვითარებას. ქართული ოცნების განზრახვა, გაცხადებული, არჩევნების წინა პერიოდში იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, ხო? და ისინი ამ ასე ვთქვათ, მოთხოვნით მიმართავდნენ და თხოვნით ამომრჩეველს და ისინი პირდაპირ ღიად გაცხადებულად ამბობდნენ, რომ რამოდენიმე მიმართულებით ჭირდებოდათ მათ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. 60% რომ უნდოდათ. დიახ, 60% უნდოდათ. ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ მათ უნდოდათ, რომ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობით ესარგებლათ და აეკრძალათ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი გაგებით, ასე ვთქვათ, კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენდნენ, ეს პირდაპირ გაცხადებული მიზანი იყო. მათ ჰქონდათ ასევე ეკლესიასთან მიმართებაში გახსოვთ, მაგრამ ეკლესიას თვითონ სწორი პოზიცია ჰქონდა მაშინ და იძულებული გახდნენ, რომ უკან დაეხიათ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზეა საუბარი და მესამე გაცხადებული მიზანი ჰქონდათ მათ თითქოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. ამ საკითხს თქვენი ნებართვით ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდები. მათ ვერ მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხო? მეტიც. მათ არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღეს იმ პროტესტის გამო, რომელიც პოლიტიკურმა ოპოზიციამ გამოაცხადა და საერთო სახალხო პროტესტი მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, მათ მინიმალისტური ლეგიტიმაციაც კი ვერ მიიღეს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად და შესაბამისად ისინი მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ხო, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავდით, რომ ხან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან ცდილობდნენ გარკვეული ლეგიტიმაციის მიღებას, ეს არ გამოუვიდათ, მერე ტრამპის ადმინისტრაციასთან ცდილობდნენ ანალოგიური ხაზების გაჭრას, მაგრამ აი ამ დაჩქარებულმა ტემპმა, განსაკუთრებით ბრიტანული სანქციების მერე დავინახეთ, ხო, ჩვენ მათი აფუთფუთება და ყოველდღიურ რეჟიმში გადასვლა მოასწავებს იმას, რომ ის გეგმა, რომელიც მათ ჰქონდათ, პირველი ჩაუვარდათ, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღეს, მეორე სათადარიგო გეგმა ჰქონდათ, რომ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით განეხორციელებინათ იგივე და პოლიტიკური სპექტრი მოესპოთ და მხოლოდ საკუთარი კონტროლირებადი პოლიტიკური ძალები შეენარჩუნებინათ. აქაც სერიოზული პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მაგალითად მერაბტურავას ადგილას ვერ აირჩევენ ვერავის, იმიტომ რომ პარლამენტში 89 კაცი ყავთ მათ და არ ყოფნით იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ და იქ რაღაცა манипуляция ჩაატარეს. ერთი რომ იუსტიციის საბჭოს კვოტით და უზენაესი საბჭოს კვოტით უნდათ, რომ ვიღაც შეაცურონ. ეს ვიღაც არც მეტი არც ნაკლები იყო ხმები, რომ შეიძლება ირაკლი კობახიძე ყოფილიყო. იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოშიც არ არის სიმყარე და არავის არ უნდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის გამოც ცოტა ხნის წინ მურუსიძე ტიროდა, ხო, ტელეკამერების წინ, მანამდე რომ ყინჩად მოქონდა ხოლმე თავი, იმიტომ რომ მას სერიოზული ფინანსური უკვე სანქციებიც დაედო და ეს ფინანსური სანქციები უკვე რას უკავშირდება და რა ტიპის შეზღუდვებს უკავშირდება, მან საკუთარ ტყავზე ნახა. არავის არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რა თქმა უნდა, არ უნდა რომ ასეთი დიდი და მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს და ამიტომ იქ უნდათ რომ როგორმე კონტროლი შეინარჩუნონ, მაგრამ ამასობაში ძალიან სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ. არა მგონია რომ ვინმე სერიოზულად თვლიდეს რომ ლილუაშვილის გაშვება და ანრიო ხალბნაშვილის იქ მიყვანა ეს რაღაცა სიმტკიცისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე მეტყველებდეს. ხო, მის ხმები რომელიც დადის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გენერალური პროკურორი სანქცირებულია მძიმე სანქციებით, შინაგან საქმეთა მინისტრი სანქცირებულია უმძიმესი ყველაზე მძიმე სანქციით და მათ იციან რომ ასეთ პირობებში ან მართლაც სრული იზოლაციისკენ უნდა წავიდეს ქვეყანა და ამ იზოლაციაში მათ ის რესურსი არ გააჩნიათ. კი, რუსული გავლენის ქვეშ ყოფნა უნდათ და რუსეთთან ერთად უნდა ეს ქვეყანა, მაგრამ რუსეთს ეკონომიკური თვალსაზრისით საკუთარი თავი გაჭირვებია. ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას როგორ უნდა მიხედოს და მინიმალურად მაინც ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ხომ უნდა უზრუნველყონ არა ქვეყანა და ამას ისინი უკვე ვეღარ ახერხებენ, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით არა
მარტო პოლიტიკური მიმართულებით და ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, ეკონომიკური მიმართულებით მათ უმძიმესი პრობლემები უდგათ. ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაა ეროვნულ ბანკში და რა გადაწყვეტილებების მიღება უწევს ეროვნულ ბანკს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის რაღაცნაირად მეტნაკლებად სტაბილურობა დიახ, დასაჭერად სწორედ ეს ტერმინი უფრო მიესადაგება ამისთვის გადადგან ნაბიჯები. ჩვენ ხედავთ, რომ 700,000-მდე ავიდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი. ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობაა ჯანდაცვის სისტემაში. მოიკითხეთ ნებისმიერი მიმართულებით, რამდენი საავადმყოფო და რამდენი ექიმია დაფინანსების გარეშე დღეს დარჩენილი. ჩვენ უმძიმეს მდგომარეობას ხედავთ ბავშვთა შიმშილიანობის კუთხით და ეს რიცხვი დრამატულად იზრდება და წარმოუდგენელია ქვეყანაში ამდენი ბავშვი შიმშილობდეს და რამეზე პრეტენზია იმ ქვეყანას ჰქონდეს და აღარაფერს ვიტყვი ემიგრაციაზე. და ემიგრაციაში მიდიან არა მარტო ისინი, ვინც თვლიდნენ, რომ თუ ცვლილება არ მოხდებოდა, აქ პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. არამედ ისინიც, ვინც თითქოს ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ ქართულ ოცნებას, მაგრამ დღეს მათაც უწევთ და ბევრი ასეთი მაგალითი არსებობს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში ამ მიმართულებით. ამიტომ ქართული ოცნება უმძიმესი პრობლემის წინაშე დგას დღეს. გუშინდელი უკან დახევა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მათ დასავლელ პარტნიორებს უთხრან, რომ აი ჩვენ არ გადავდგამთ ბოლომდე იმ ძიმე ნაბიჯებს, რაც განზრახული ჰქონდა და აი რაღაცა თავს შევიკავებთ, რომ იქნებ იქედან რამე პოზიტიური სიგნალი წამოვიდეს. იქნებ რაღაცა მინიმალურ დონეზე მაინც გაიხსნას ლეგიტიმაციისთვის გზა, მაგრამ მათ უკვე ძალიან ცხადად იციან. ისე მძიმედ დაანახეს და გააცნეს მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას თავი, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია აქედან უკან დაბრუნება საპარლამენტო არჩევნების გარეთ. რამდენიც არ უნდა ელაპარაკონ მათ ადგილობრივ არჩევნებზე, თვითონ ყველაზე უკეთესად იციან, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებშია. ამიტომ ისინი ბევრს ილაპარაკებენ ადგილობრივ არჩევნებზე, მაგრამ შემოაპარებენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნების თემას. ან მეორე არჩევანია, რომ მართლაც მივდივართ სრული იზოლაციისკენ, სრული ჩაკეტილობისკენ, სადაც მართლაც აღარც პარტია იარსებებს, აღარც მედია საშუალება და აღარც სამოქალაქო საზოგადოება. მოდით გავყვეთ აი პირველ ვერსიას, რომ მართლაც აი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად შემოაპარონ რიგარეში არჩევნების საკითხიც. აი ამისთვის როგორ ემზადებით? მაშინ ამას გკითხავთ, იმიტომ რომ რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს იგივე პირობებში თუ გინდა 5 არჩევნები ჩაატაროს ერთ დღეს, ხო? ინიშვილმა დამეთანხმებით, ხო? კიდე არ ვიცი რა სახელიც გვინდა ის დავარქვათ, თუ გინდა 5 ბიულეტინი გვედოს იმ დღეს წინ, თუ იგივე პროცესს გვატარებს, იგივე სუსი და ზოგადად იგივე ადმინისტრაციული რესურსით. აი როგორ უნდა მოხერხდეს ეს ქაოტო ფიქრი? ყოველ რაღაცა ზეწოლის, გარედან ზეწოლის დამსახურებით უნდა მოხერხდეს, რომ აი რაღაცა მართვის სადავები შეიძლება სრულად არა, მაგრამ აი რაღაცეები გამოეცალოს ივანიშვილს და მოუწიოს წესიერი, თუ ეს სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ, წესიერი არჩევნების ჩატარება, რომელშიც დიდი შანსია რომ დამარცხდეს. აი ამაზე რატო უნდა წავიდეს მაშინ ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი რაზე უნდა წავიდეს? ამაზე მსჯელობა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია იმის მიხედვით, რა საფრთხე დაემუქრება მის ფინანსურ მდგომარეობას და მის, ასე ვთქვათ, გავლენებს დღეს, რომელიც ძალაუფლებაში აქვს, მაგრამ თუ კი ეს წნეხი შეუქცევადი იქნება, ის დათმობს გავლენებს ძალაუფლებაში, მაგრამ არ დათმობს ფინანსურ რესურსს, თუმცა რა თქმა უნდა, მას შიში აქვს რუსეთისგან და ის ამისგან თავისუფალი არ არის. ყველაზე კარგი ვერსია იქნებოდა მაგალითად, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ წნეხის, რომელიც ეხლა აქტიურია და კიდევ უფრო აქტიური იქნება, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და არა მარტო დარწმუნების გამო ვამბობ ამას, გარკვეული წინაპირობები ამისი არსებობს, კიდევ უფრო მძიმე იქნება და ბიძინა ივანიშვილმა ან უნდა თქვას, რომ ის საერთოდ ეცლება და მართლა ეცლება პოლიტიკურ პროცესს, ან როგორც საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა მოუწევს, ისე უნდა მოუწიოს მას ამ წნეხის გამო სერიოზულ დათმობებზე წასვლა, ეს იქნება საარჩევნო ადმინისტრირების თვალსაზრისით თუ წინა საარჩევნო პერიოდის ორგანიზების კუთხით თუ იმ დარღვევების გათვალისწინებით თუ იმ, ასე ვთქვათ, გაყალბების მანქანის გათვალისწინებით, რაც ნახეთ ჩვენ წინა არჩევნებზე, ოღონდ ამაში მარტო გარედან წნეხს არ გულისხმობ, ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა შიგნიდან წნეხს
რასაც გულისხმობდა, ამავდროულად თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ძალების ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებოდეთ ამისთვის, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, რომ ისე ჩუმად და მოულოდნელად გადადგას ეს ნაბიჯი, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყოთ. ამიტომ პოლიტიკური ძალები ჩვენ ყოველ შემთხვევაში ეს ამოცანა გვაქვს ჩვენთვის დასმული. მე ვერ ვიტყვი, რომ ხა ყველაფერს აბსოლუტურად იდეალურად ვაკეთებთ, მაგრამ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. მაგალითად, ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით ლელო ძლიერი საქართველოს ჩვენს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კუთხით, ვინ მოგწონდა, ვინ არ მოგწონდა, ვინ გამოგვადგა, ვინ არ გამოგვადგა და ამ კუთხით სელექციას ვაწარმოებთ, რეგიონული შეხვედრები გვაქვს პრაქტიკულად ყოველკვირეულად ლიდერების და მათთან ერთად გავდივართ ამ sakითხებს და ასევე თბილისის აქტივთან, ასევე ყოველკვირეული ოფისში შეხვედრა გვაქვს ეგრეთ წოდებული ხუთშაბათობა, სადაც გავდივართ ჩვენ ამ თემებს ძალიან აქტიურად. კი ბატონო, გაუტომ ფიქრი, აი თქვენს პოლიტიკურ ძალაში, აი თქვენს კოალიციაში არსებობს რაიმე ისეთი სცენარი, სადაც ხელახალი არჩევნები არ ჩანს, მაგრამ აი რაღაცა ისეთი ხდება, რის გამოც თქვენ მაგალითად იღებთ მონაწილეობას თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებში. ანუ ასე თუ უყურებთ ზოგადად ამ ამაზე ბევრჯერ ვთქვით ჩვენ, რომ რაღაცნაირად ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებამაც თვითონ შემოიტანა და გუშინაც შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ადგილობრივი არჩევნები წამოსიეს წინა პლანზე. მე მაგ განცდა, რომ თელმა ოპოზიციურმა სპექტრმა იძახოს, რომ საერთოდ არ ვცნობთ და არ ასე ვთქვათ, არ ვიხედებით ამ მიმართულებით და მე ადგილობრივს მოაყოლონ საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ფორმაშია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია მზადყოფნაშია და რომ პოლიტიკურ ოპოზიციას შეუძლია, რომ მომდევნო არჩევნებში დაამარცხოს ხელისუფლება. ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, ანუნა, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს. ამას არა მარტო ჩვენ ვამბობთ, პატარა მნიშვნელობის არჩევნები არ არის დამეთანხმებული. მე არ ვაკნინებ ადგილობრივ არჩევნებს, არ ვაკნინებ არც შემთხვევაში. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დამეთანხმებული. კი, ანუნა, ეს არის ჩვეულებრივ პირობებში, ეს არის პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რა თქმა უნდა და არათუ ვაკნინებ, მე საერთოდ ვთვლი, რომ დივერსიფიცირება ძალაუფლების თუ ადგილობრივ არჩევნებს არ მიენიჭა დიდი გამოკვეთილი მნიშვნელობა და ადგილობრივ ხელისუფლებას არ მიენიჭა, საერთოდ ვერ მოხდება ეს დივერსიფიცირება, მაგრამ ეს ნორმალურ პირობებში, ჩვენ არ ვიმყოფებით დღეს ნორმალურ პირობებში და არანორმალურ პირობებში ძალიან რთულია ილაპარაკო იმაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში რაიმე შეიცვლება. ანაბანა იმაზე ლაპარაკი, რომ თუ კომისიები ვერ შევცვალეთ, თუ აი ის ცვლილებები ახლა რომ შეიტანეს, ხომ, გაჟონვის ერთის მხრივ უпроსორად ამომცნობი აპარატები, რაც გაჟონა ინფორმაციამ და ყველა მივხვდით, ხო, ანალიზის და დაკვირვების შემდგომ სამწუხაროდ პოსტფაქტუმ, მაგრამ ეხა უკვე თვითონ აღიარეს და საკანონმდებლო დონეზე გაამყარეს, ხომ, ეს მიმართულება და თქვეს, რომ აი იმ ვერიფიკაციის აპარატის ამ სახის ამომცნობი, ასე ვთქვათ, ეკრანის შემოწმება არავის აღარ შეგვეძლება, იმიტომ რომ იქ არის მართლაც ძაღლისთავი დამარხული. ეს თუ არ შევაცვლევინეთ ბევრი მიმართულება. რა თქმა უნდა, არავინ სულელი არ არის, რომ რაღაცა ყულფში გაყოს თავი. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ ვიაროთ ერთობის და თანხმობის გზით, როდესაც პროტესტზე ალაპარაკი და ამავდროულად ვემზადოთ, მთელი არსებით ვემზადოთ რა ჩავარდნები და სადაც ხარვეზები გქონდა და იყო ბევრი ასეთი ხარვეზი წინა არჩევნებში, რომ იმის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ და ვიფიქროთ და რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა არჩევნები მართლაც მეორედ მოსვლასავით დაგვეცეს თავზე. გასაგებია და გაუტომ ფიქრე, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა რომ გადავიდეთ, ეს ეხება უშუალოდ უკვე ამ საგამოძიებო კომისიას, თქვენი კოალიციის და თქვენი ლიდერების პოზიცია ვიცით ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ აი გუშინ ნახეთ იქ მისული გახარია, რომელსაც სხვათა შორის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. თავად პარტიაში ამბობენ, რომ არავითარი შეთანხმება მსგავს საკითხებზე არ ყოფილა. ეს არის გიორგი გახარიას გუნდის პოზიცია. სხვა პოლიტიკური ძალები კი, რომლებიც იყვნენ, აი ზურაბიშვილის ირგვლივ აი ამ შეხვედრაზე, ამბობენ, რომ იქ იყო შეთანხმება, რომ არავინ არ მივიდოდა მოკლედ აი ამ საგამოძიებო კომისიაზე. რას იტყვით ზოგადად გუშინდელ დღეზე და აი საერთო პროცესისთვის გუშინდელმა დღემ რამე
შეცვალა თუ არა, როგორ ფიქრობთ? ხო, იცით ახლა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გახარიას იქ მისვლა ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს თეაწულუკიანის კომისიის ჩათვლით თუნდაც ამას ამბობენ, არავითარი შეუძლებელია, რომ ამათ რაიმე ლეგიტიმაცია მიიღო. რამდენად სწორი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით გიორგი გახარიას ქცევა? მე ვთვლი, რომ არ იყო სწორი, იმიტომ რომ ჯობია ამ ხრივ მართლაც სიცხადე უფრო მეტი იყოს, რომ მათ არ ქონდეთ სალაპარაკო იგივე ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომლებიც დაცინვის ფორმით ელაპარაკებოდნენ, რომ აი თქვენ აქ ხართ, კვოტაც გაქვთ, მაისში შემოხვალთ თუ ასე შემდგომ რაღაცა ესეთი თემები. მე მგონია რომ არ იყო კარგი რომ ეს გააკეთეს. თუმცა ეს მათმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს პირობა ამ შეთანხმების დროს იყო, მაგრამ როგორც ჩანს ისინი თვლიან რომ ერთი მათი წარმომადგენელი თუ რაღაცას დაეთანხმება, ეს არ ნიშნავს რომ პარტია ეთანხმება. ესეც ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცა ტიპის შეთანხმებებზე და პარტნიორობაზე გვაქვს ლაპარაკი. მე არ მინდა დიდი ხანი ვილაპარაკო ამ თემაზე, იმიტომ რომ ისინი მათ უნდათ რომ წარმოაჩინონ რომ მე განცდა მქონდა მე მაინტერესებს ამ თქვენთვის როგორც სათანამშრომლო პარტნიორი ერთი განცდა მქონდა რამე ახალი ინფორმაცია მე გუშინ არ მიმიღია ისე ვიღაც უჩინარ კაცზე ლაპარაკობდნენ, რომელსაც არ ასახელებდნენ, მაგრამ ეს უჩინარი კაცი ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის და შიდა ქოცურ გარჩევას უფრო გავდა ეს ამბავი, ვიდრე საგამოძიებო კომისია. საერთოდ ეს საგამოძიებო კომისია რომ არაფერს არ გავს, ეს ცალკე თემაა, ცალკე ამბავია. მე არ ვიცი ამ შემთხვევაში მათ რაიმე ელექტორალური სარგებელი ამით მიიღეს თუ არა, მაგრამ ზოგადი პროცესი მე არ მგონია რომ მოგებული დარჩა რაიმე თვალსაზრისით აქედან გამომდინარე. ამიტომ მე ამაზე საუბარს მირჩევნია ველაპარაკო. ჩვენ რას ვფიქრობთ, ჩვენ რას ვაპირებთ, ჩვენ როგორ ვაპირებთ მოქმედებას და ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები. ჩვენ ნახეთ გუშინ ჩვენ ყველანი ამაზე ვიყავით გადართული და ამ დროს ხდებოდა ერთის მხრივ აი ეს კანონმდებლობა კომიტეტში გადიოდა და თითქოს ვითომ აქ არაფერი სანამ თვითონ არ მოუჭირათ ამ თემამ მანამდე ხო არ გაახმაურეს და ამავდროულად რუსეთიდან რა გზავნილები გვესმოდა გუშინ დიპლომატიური ურთიერთობების საფრთხესთან დაკავშირებით რას ლაპარაკობდა პესკოვი, რას ლაპარაკობდა მარგარიტა სიმონიანი, რომელიც საშინლად შეურაცხმყოფელი ტექსტები ლაპარაკობდა ის რომ რამეთ მიგაჩნდეს მართლა შეიძლება შეურაცხყოფა მიიღო, მაგრამ მესიჯები ხო ჩვენ ნახეთ რა მესიჯებს გზავნიან ისინი, რომ საქართველოს მუხლებზე დაჩოქილი უნდა მიხოხდეს რუსეთთან და ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არის ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს რომ ყველაფერი გააკეთოს, რომ საქართველოს ამ მდგომარეობაში ჩააგდოს, რომ მუხლებზე დაჩოქილი მიიყვანოს რუსეთთან ქვეშევრდომობაში და რომ საქართველოში ქართველი არ დარჩეს და მათი ოცნება არის ეთყობა რომ 50,000-ის ოდენობის ქართველი იყოს, დანარჩენი რუსი იყოს დასახლებული საქართველოში და მათთვის იყოს ეს ქვეყანა და არა ქართველებისთვის საქართველო. კი ბატონო და ქალბატონ ფიქრია, აი მე თქვენ ბრძანეთ რომ მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ჩვენ რას ვაკეთებთო და რა არისო, რა გადაწყვეტილებებს თუ ქმედებებს ვახორციელებთ ამ კუთხით და აი მე მინდა გკითხოთ აი თუ არის უკვე მუშაობა თუ მიდის ზოგადად და თუ არის რაიმე ტიპის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით რომ მართლაც რა ვიცი აი ორი არჩევნები ერთ დღეს რო დანიშნოს ბიძინა ივანიშვილმა როგორ ვატარებთ ამ არჩევნებს თქვენ ახსენეთ ის ცვლილებები კანონში რომელიც შევიდა რომელიც ეხება უშუალოდ არჩევნების დღესაც სადაც ფაქტობრივად არის დაკვირვებაც კი აკრძალული არის უკვე ასე შეიძლება ითქვას აი თუ ხართ შეთანხმებულები რომ აი რა ვიცი იქით აკვირაში რომ თქვას ამ კაცმა რომ აჰა ჩავნიშნოთ არჩევნებიო როგორ ტარდება მარტო თქვენ კი არა ზოგადად ანუ პოლიტიკური პარტიები რაღაცა ისევ იმ სისტემით ელექტრონული სისტემით ვატარებთ თუ არა და აი რა ტიპის გარანტიები შეიძლება დღეს თქვენი მხრიდან მოისმინოს ამ მრჩეველმა რომ რაღაცა სადღაც არ გაჟონავს რაღაცა სადღაც არ გამოჩნდება და მისი ხმა იქნება დაცული როგორც ამას მაგალითად პირდებოდით გარკვეული შეთანხმებები ამ თვალსაზრისით არსებობს ნამდვილად როგორც პოლიტიკურ სპექტრთან ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან სწორედ იმ ანალიტიკის საფუძველზე, რაც ჩატარდა აი ამ გასული არჩევნების შემდგომ პერიოდში და დოკუმენტირებულიც არის პრეზიდენტის პლატფორმაზე. პრეზიდენტი ამ შესწორებებით საერთაშორისო საზოგადოებასთანაც ლაპარაკობს და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვლაპარაკობთ ამ მიმართულებით და მაგალითად ელექტრონული არჩევნები ახსენეთ, იყო ამაზეც აზრთა სხვადასხვაობა და იყო კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ამბობდნენ
ცდილობდნენ რომ უნდა დაუბრუნდეთ ისევ ბიულეტენებით არჩევნებს, მაგრამ მე ძალიან ბევრი არჩევნები გამოვიარე, მათ შორის ბიულეტენებითაც და ძალიან ბევრი გაყალბება ვნახე და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ თუ პოლიტიკური სამწუხარო ნება არსებობს, რომ მეთე რა ქვიან, ბიულეტენების ჩაყრა ან ბიულეტენებით გაყალბება არ ხდებოდა. ამიტომ აუცილებელია ელექტრონული არჩევნები, ეს არის, რასაც დაახლოებით შემიძლია გითხრათ, შეიძლება უფრო ადრეც, მაგრამ 2002-2003 წლიდან ითხოვდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომ რაღაცნაირად ელექტრონულ სისტემაზე გადავსულიყავით და დაზღვევის მექანიზმები შეგვექმნა. ის რაც გაიპარა და რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ეს უნდა გამოსწორდეს აუცილებლად. მთავარია რომ სახეზე დაკვირვება იყოს, იმიტომ რომ არ მივიღოთ ის ტრაგიკული პარადოქსი, რაც მივიღეთ, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკის გამო საზღვარგარეთ გაქცეული ადამიანები უცებ მათი პირადობის ნომრები არ აღმოჩნდეს სხვის ხელში და მათ მიერ მიცემული ხმები ქართული ოცნების ყოლაბაში არ ჩავარდეს. საერთოდ მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, რომ ქართული ოცნება მცირე ოპოზიციად თუ დარჩება, ეს მათი არჩევანი იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური ძალა. ქართული ოცნება არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა და მე არ ვიცი ხა თუ ირაკლი კობახიძეს ყავს იქ მიმდევრები ისეთი, რომ მას წაყვებიან ღრმა ოპოზიციაში, ან თეატ ლუკიანს თუ გონია, რომ ვინმე მიმდევარი ყავს, ისინი დასანახად ვერ იტანენ ერთმანეთს და პირველები იქნებიან, ვინც ერთმანეთს აი იმ სკრინებს აუფრიალებენ, რა სკრინების აფრიალება ჩვენ გუში ვნახეთ და ხო წარმომიდგენია, რეები წერია კიდევ მათ მიმოწერებში და რაც მიმოწერებში არ არის, იმის უკან რამდენი სიბინძურე და სიმახინჯე იმალება ქართული ოცნების პირობებში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ ფიქრია, ქალბატონ ფიქრია ჩიხრაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი, ჩვენ ვაგრძელებთ ეთერს. თქვენ შეგიძლიათ დავტოვოთ, შემდეგი სტუმარი შემოგვიერთდება გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი იქნება რამდენიმე